ნინუების ხუთსულიანი ოჯახი თბილისობას ახალ სახლში შეხვდა. 23 წლიანი ქირით ცხოვრების შემდეგ ნინუების სამგორის რაიონში ავეჯითა და ყველა საჭირო ინვენტარით აღჭურვილი სამოთახიანი ბინა თბილისის მერიის უსახლკაროთა რეგისტრაციისა და მათი თავშესაფრით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში გადაეცათ. ახალ მოსახლეებს პირადად მიულოცა თბილისის მერმა კახა კალაძემ. ცნობისთვის ამ ეტაპზე პროგრამის ფარგლებში იმ 400 ოჯახის საცხოვრებლით დაკმაყოფილების პროცესი მიმდინარეობს, რომლებსაც სტატუსი 2022 წლამდე მიენიჭათ. Milocał wizja, sixarus, ვიცი რომ იქან მეუღლებით. გაჩეგუძლია მაქსიმალურად ყველანაირად გები. ყველა ის ოჯახი 400-მდე ოჯახი ყავდა, ხო? ეს ბოლომდე ყველა ეს 400-ზე დაკავშირებული გქონდა. ძალიან ბევრს კარგავენ ბავშვები რა განათლების მხრივაც, იმიტომ რომ ქირით რო ხარი, ქირას იხდი, იქის და უკვე ბავშვებს ძალიან ნაკლდებათ. ძალიან დიდი სიხარულია, არც ჯერა. ჯერ ვერც გავიაზრე რა ხდება რა ჩემ თავს. ეს ვიმყოფებოდით ერთ-ერთ ოჯახში, რომელსაც ჩვენ გადავეცით სოციალური საცხოვრისი, ეს არის ხუთსულიანი ნინუების ოჯახი, რომელთაც ჰყავთ 3 შვილი და შესაბამისად მოხდა მერიის მიერ ამ საცხოვრისის სრული რემონტი, აღჭურვა და კეთილმოწყობილი ბინის გადაცემა.